Nino მადლობა სტუმრობისთვის. Კაპიტანინო ევროკომისიის ბოლო დოკუმენტზე და ანგარიშზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ მინდა რომ პირველ რიგში მოვისმინო თქვენი შთაბეჭდილება ამბასადორელთან დაკავშირებით. დღეს ელჩები ამბობდნენ, რომ ძალიან წარმატებული წელი ქონდაო საქართველოსო. არ ვიცი, რა აღიქვამს წარმატებად ქვეყანა, რომელიც სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია, ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც სანქციებზე ეწევათ ევროკავშირის ელჩი არც კი ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას და ასეთი ძიმე ურთიერთობა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროკავშირთან თუ შეერთებულ შტატებთან საქართველოს ჯერ არც ერთ ეტაპზე არ ქონია დამოუკიდებლობის ისტორიის. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ თქვენ დღევანდელმა შეხვედრამ და კონფერენციამ? მოგესალმებით, თამარ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გარკვეული პერიოდის უკან რო გადავახვიოთ, ვიტყოდი რომ აი ამ კადრების ნახვისას ერთგვარი სევდა შემიპყრობდა, ვიტყოდი შევადარებდი ალბათ იმ დროს, როცა ჩვენ ვაწყობდით ამბასადორიალს, როდესაც ეს ფორმატი გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ახალი პრიორიტეტები განისაზღვროს, განიმარტოს, ახალი მიღებული პრიორიტეტები გადაეცეს ინსტრუქციის სახით ჩვენს ელჩებს, მათგან მოგვესმინა როგორ შეგვიძლია დედაქალაქებთან უკეთ მუშაობა სახელმწიფო ინტერესების განსახორციელებლად და მისაღწევად. დღევანდელი გადმოსახედიდან წუხარებით უნდა ვთქვა, რომ მაინც და მაინც არ შემაწუხა ამ სურათის დანახვამ და გეტყვით რატომ. ეხლა რასაკვირველია, ყველას აქვს თავისი პერსონალური გამოწვევა, მაგრამ დიპლომატიური სამსახური არის ის სამსახური, რომელიც აი ამ პერსონალური გამოწვევების რაღაცნაირად მიღმა მდგომია და შესაძლოა ეს ეხლა უმრავლესობაზე, ყველაზე არ ვრცელდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც აღმოჩნდა, ის ადამიანები, მათ შორის ჩემი ყოფილი კოლეგები თუ მეგობრები, რაღაც კატეგორიებად მაინც დაიყვნენ, ხო? ვიღაცაებმა უარი განაცხადეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარეჯი საქართველოს სპეცოპერაციისას მათი კოლეგა ძალიან უსამართლოდ და უკანონოდ დაზიანდა და მათ შორის სახელმწიფო ინტერესები შეილახა და ვიღაცები ამ დროს გაემიჯნენ ამ სისტემას, ვიღაცებს მეტი დრო დასჭირდათ, ვიღაცებს თვითონ სისტემა უპასუხა მკაცრად სწორედ იმიტომ, რომ კობახიძის განცხადებას ევროკავშირს ჩამოშორდეს საქართველოს და ასოცირების პროცესი შეჩერდეს. ამაზე ქონდათ სახელმწიფოებრივი რეაქცია. ყველა დანარჩენმა გააკეთა ის არჩევანი, რომელიც გააკეთა და მათ შორის არიან უბრალოდ კონფორმისტები, რომლებიც იღებენ მოცემულობას იმისთვის, რომ ისხდნენ სადღაც დედაქალაქებში სახელმწიფოს ხარჯზე და უბრალოდ თავიანთი პერსონალური ცხოვრება მოიწყონ, გააგრძელონ ქვეყნის ინტერესების ხარჯზე და არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სხვა არჩევანი არ აქვთ და ეხლა ეს მოცემულობა უნდა მოირგონ იმისთვის, რომ მერე რაღაც ეტაპზე თავი შეინარჩუნონ. რეალობა, რომ საქართველოს ბედი აშხაბადში წყდება. მაგრამ მიიღონ რეალობად ის, რომ მათ პრაქტიკულად ფუნქცია აღარ აქვთ, იმიტომ რომ ამბასადორიალი სწორედ ის ფორმატია, სადაც პირველ რიგში უკავშირი ჩამოდის დედაქალაქში, ხო, სადაც ყველა ელჩი გროვდება და თავიანთი ადგილსამყოფელი ქვეყნის ამბავს მოიტანს იმის საერთო სამსჯელო, საერთო და გამოწვევების წინაშე. ეხლა ამ ელჩებს რა აქვთ სათქმელი, რა აქვთ დედაქალაქში ჩამოსატანი? ის რომ მათ არავინ ხვდებათ, ის რომ მათ არსად მიესვლებათ, ის რომ ისინი ფაქტურად მიღებებზეც აღარ ფიქსირდებიან, ის რომ მათ მოწვეულზე არავინ არ მოდის, ის რომ მათ სიტყვას ფასი აღარ აქვს, ის რომ ვისაც კეთილსინდისიერება და წესიერება შერჩენია, ცხენია დედაქალაქის გზავნილი მიიტანოს საგარეოში. ანუ ეს სხვა რაზე უნდა ისაუბრონ. იმის გამბედაობა მათ არ ექნებათ, რომ თქვან, რომ ეს არ არის ის კურსი, რომელიც მათ სახელმწიფოებრივ ინტერესებს აკმაყოფილებს და ამას ისმენენ შესაბამის დედაქალაქებში, ხო? ამიტომ მათ უნდა კვერი დაუკრან იმას, რა მოცემულობაც არის, იმისთვის, რომ შეინარჩუნონ თავისი ადგილი, როგორც არის. ამიტომ არც ვიცი ეს ჩვენ აღარც ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ დიდათ უნდა გვაწუხებდეს. ყველას თავის გზა აქვს, ყველას თავის არჩევანი აქვს და იმდენად ჩავთეთრია დღეს საქართველოს ბედი, რომ არც ვიცი ხა ეს რამე ეს კი არ არის ვერც დაანამუსებ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ იქ გაწყდა ყველაფერი, სადაც ხო, რასაკვირველია, კი ბატონო, ნამდვილად ამიტომ ხო, ეს არის, ხა ეს არ არის ამბასადორი, თუ ფორმალურად შევაფასებთ, ეს არ არის ამბასადორიალი, ეს არის თავის მოტყუება, ეს არის რაღაც თვალთმაქცური შეკრება, რომლითაც იმედის მაყურებელს აჩვენებენ, რომ თითქოს ყველაფერი წესრიგშია.
რაც იმედის მაყურებელმაც იცის, რომ ეს ასე არ არის. კი ბატონო, ახლა როგორია ლეგიტიმაციის პრობლემა ძალიან მყარად დგას. კი ბატონო, წლის ბოლოს რა მივიღეთ ჩვენ ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გამოაცხადა, ეს არის უვიზო რეჟიმის შეჩერება ქართული ოცნების კონკრეტული წარმომადგენლებისთვის. ეს საკმაოდ დიდ ჯგუფია საუბარი და ჯერჯერობით დიპლომატიურ პასპორტზე, მაგრამ რა რეალობის წინაშე აყენებს ეს მოცემულობა მთლიანად მთელ ქვეყანას და ამავე დროს მინდა ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე 2 დღით ადრე უკვე ევროპარლამენტში იყო ძალიან მძიმე დებატები ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. აი მთელი ეს კონტექსტი რა პერსპექტივას ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის? ეს ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, არ ცვლის საქართველოს რეალობას და იმ რეალობას, რომელშიც საქართველო როგორც სახელმწიფო იმყოფება, არამედ ეს ანგარიში არის გამოძახილი იმისა, რა რეალობაში საქართველო აღმოჩნდა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. ეს ანგარიში ამ ფორმით კი არა, გაცილებით უფრო წარმატებული თუ რაღაც მოკლედ ბევრად უფრო დიდი კეთილგანწყობის მანიშნებელი იქნებოდა ჩვენ რომ ასოცირების პროცესში დავრჩენილიყავით და საქართველო წასულიყო იმ გზაზე, რომელიც მას არჩეული ჰქონდა. ეს ანგარიში არის გამოძახილი იმ მრავალწლიანი კონკრეტული ქმედებებისა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ახორციელებს. და იმ განაცხადის, რომ მხოლოდ ფურცელზე გვრჩება კანდიდატის სტატუსი. ყველაფრის, ყველა ქმედების, რომელსაც ისინი ახორციელებენ დაწყებული საჯარო განცხადებებით, გაგრძელებული ველჩების მიმართ მათი გამოხატულებით, დამთავრებული ადამიანის ძალიან უხეში და მიზანმიმართული დარღვევებით, რომელსაც ისინი სწორედ იმიტომ აკეთებდნენ, რომ ასეთი ანგარიში მიიღო ევროკავშირს და სხვა არაფერი, სხვა ვარაუდის სივრცე აქ აღარ არსებობს, ეს არის ძალიან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი და შესაბამისად ეს რეალობა აისახა ანგარიში. ხა ეს რეალობა გვეუბნება ჩვენ იმას, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ძალიან უჭირთ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ საქართველო მათ ეძვირფასებათ როგორც ქვეყანა, როგორც რეგიონული ერთეული, როგორც გეოგრაფიული მოცემულობა, როგორც სტრატეგიული ინტერესების მატარებელი სახელმწიფო, როგორც ხალხი, რომელიც იბრძვის თავდაუზოგავად და საკუთარი სიცოცხლის ფასად ევროპული ღირებულებებისთვის, ამიტომ იქ კონსენსუსის მიღწევა ძალიან დიდხანს გაჭირდა, როგორ მოვიქცეთ სავიზო რეჟიმთან და იმ ინსტრუმენტებთან მიმართებით, რომელიც ასოცირების პროცესში შემუშავდა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და ქვეყნის მიმართ, რომელიც კანდიდატის სტატუსს ატარებს, იმიტომ რომ ეს ფუნდამენტურად განგვასხვავებს ჩვენ ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც არის მაგალითად აზერბაიჯანი ან მაგალითად სომხეთი, სადაც შესაძლოა მართლობის ფორმები არც ბევრად სახარბიელო არ არის და ბევრად დემოკრატიული არ არის, მაგრამ იმის გამო რომ მათ არ აქვთ ასოცირების ამბიცია თუ ინტერესი და შესაბამისად ვერ სარგებლობენ ამ სიკეთეებით, როგორცაც სარგებლობს კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, არ დარდება ეს ორი მოცემულობა ერთმანეთს. ამიტომ ამ ანგარიში რაც აისახა, არის ის რომ დედაქალაქები და ლიდერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება უცვლელი რჩება, მათ დიაგნოზი დაუსვეს ივანიშვილის რეჟიმს, მათ თქვეს, რომ ეს არის არალეგიტიმური ერთეული, რომ ამის გადახედვა არ მოიაზრება, მათ შორის იმ პირობებშიც, რომ ახლა ივანიშვილმა რაღაცა ემისრები გამონახოს და რაღაც დიალოგის ფორმის წარმოება ცადოს. ანუ ფაქტია, რომ ეს ივანიშვილის რეჟიმის შეფასება, როგორც არალეგიტიმური და მათ შორის დიდწილად როგორც არასუვერენული, ანუ ერთეული, რომელიც იმართება გარეძალების მიერ და არა ივანიშვილის მიერ უშუალოდ, ამის თაობაზე დიდწილად კონსენსუსი მიღწეულია კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან ასოცირების პროცესი არის შეჩერებული, შესაბამისად ინსტრუმენტების გადახედვაც უნდა შესაბამისად მოხდეს პირველ რიგში ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე. არა როგორც პრევენციული მექანიზმი, იმიტომ რომ ამის ილუზია იმათ აღარ აქვთ, რომ უვიზო რეჟიმს თუ გააუქმებენ ეს ეწოლის ბერკეტი იქნება მოსკოვიდან მართულ რეჟიმზე, ამის ილუზია მათ აღარ აქვთ, ისევე როგორც არ არის ეს სადამსჯელო აქტი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიემართება. პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ისინი, რომ ქართველი ხალხი მინიმალურად დაზიანდეს ამ პროცესში. მაგრამ მათ ასევე აქვთ თავისი ეროვნული გამოწვევები, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოები, რომლებიც თავიანთი ამომრჩევლის წინაშე და გადასახადის გადამხდელის წინაშე ანგარიშვალდებული არიან და შესაბამისად მათი უსაფრთხოების პოლიტიკა პრიორიტეტია. ქვეყანაში, სადაც
ავტორიტარიზმი მყარდება, იგულისხმება, რომ სოციალურ-ეკონომიკური პირობები აუცილებლად გაუარესდება, რაც აუცილებლად ითარგმნება არალეგალური მიგრანტების რაოდენობის ზრდაში, რაც მათი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგია და მათ საფრთხეს უქმნის. ჩვენ წინააღმდეგ კი არ არის ეს მიმართული, არამედ თავის უსაფრთხოების მექანიზმების ამუშავება არის იმ ვითარებაში, ანუ რეალობას იღებენ მოცემულობად. ეხლა პირველ ეტაპზე იმიტომ არის დიპლომატიური პასპორტების სამიზნე, რომ ისინი იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კანდიდატის სტატუსის პირობების არ დაცვაზე და იმ სახელმწიფო მოხელეებზე, რომლებიც ამ რეჟიმის სამოქმედო ინსტრუმენტებად რჩებიან, მათ წინააღმდეგ არის გზავნილი, რომ თქვენი ადგილი დასავლეთში აღარ არის, თქვენი ადგილი ასოცირების პროცესში აღარ არის. ეხლა რამდენად სწრაფად ეს გადავა რიგით მოქალაქეებზე, როგორც თქვენ, მე და ნებისმიერ ადამიანი, რომელიც ამ სიკეთით სარგებლობდა, ჩემი ვარაუდია, რომ ადრე თუ ვიან მაინც გადავა. ჯერჯერობით თავს იკავებენ. დამოკიდებული იქნება რამდენად დიდია საფრთხე სახქმა დასავლეთში და დედაქალაქებში, რომ საქართველოსთან შესაძლოა მართლაც საფრთხე მოედინებოდეს რიგი მიზეზების გამო, იმიტომ რომ შესაძლოა არალეგალური პასპორტიზაცია მიმდინარეობს და საქართველოს გავლით თუ შეფასდება, რომ ვთქვათ, არასასურველი პირები მოხვდებიან ევროპის ტერიტორიაზე, ასევე იმ რისკების შეფასება, რამდენად წინააღმდეგობაში იქნება ეს მათ საიმიგრაციო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ამაზე იქნება ცალკეული გადაწყვეტილებები დამოკიდებული. აქვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირში ასევე წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მეტი ავტონომია ექნებათ ცალკეულ ქვეყნებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ანუ ნაკლები საკითხი იქნება, რომელიც საჭიროებს სრულ კონსენსუსს, არამედ ინდივიდუალურად ცალკეულ სახელმწიფოებს მიეცემათ მეტი ავტონომია მიიღონ გადაწყვეტილება. ამიტომ ევროკავშირის ფარგლებშიც თუ ევროკავშირმა არ დააწესა, თქვათ, არ გააუქმა ვიზო რეჟიმს, არ ნიშნავს იმას, რომ ცალკეული სახელმწიფოები ამ ინსტრუქციებს არ გასცემენ საკუთარ მესაზღვრეებს. კი ბატონო, და ბოლოს ნინო აუცილებლად მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ დღეს მთელი გადაცემის განმავლობაში პრაქტიკულად საუბრობდით იმაზე, რომ ხო ბიძინა ივანიშვილს ალბათ აქვს გაცნობიერებული უკვე რამდენად ძიმე გადაწყვეტილებების წინაშეა, განსაკუთრებით ამ ქიმიური იარაღის გამოყენების კუთხით და ასევე მისი ფინანსების დაბრუნება მისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება რომ ახსენეთ თქვენ ემისრები და დიალოგის მცდელობაც საერთაშორისო პარტნიორებთან, შეიძლება რომ რაღაც შემოbrunების წერტილად აღიქვან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა თუ ივანიშვილი ახლა მიმართავს ვაჭრობის იმ ხერხს, რომელიც მას ჩვევია და მაგალითად სინდისის პატიმრებს გაათავისუფლებს. ეს იქნება საკმარისი, რომ რაღაც ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში ეს რაღაცნაირად შემოbrunების წერტილად განიხილოს. მე ვიტყოდი, რომ ამის მცდელობის, თქვათ, სიგნალები შეინიშნება ქართულ მხარეს, მათ შორის რაღაც მაკაბოჭორიშვილმა რო რაღაცას თვითონ რუსების წინააღმდეგ ხმამიცა. ეს ძალიან გავს დროის მოგების მცდელობას და მათ შორის ევროპაში იმ ილუზიების, თქვათ, იმ სენტიმენტის გაღვივების მცდელობას, რომ აი მგონი ამათთან აზრი აქვს საუბარს და ამათთან შესაძლოა კიდევ რაღაცა დიალოგის რესურსი არსებობდეს და იქნებ ივანიშვილი რუსეთის კაცი კი არ არის, არამედ უბრალოდ ინტერესების თანხვედრაში მოქმედებს, მაგრამ მას დამოუკიდებელი ინტერესებიც გააჩნია და მასთან შესაძლოა ლაპარაკი. ჩემი ღრმარწმენით ეს არის უბრალოდ დროის მოგების მცდელობა და რაც მთავარია, გამოძახილი იმ ძალიან უარყოფითი შედეგის, რომელიც როგორც ჩანს, აი ამ BBC-ს ფილმმა დააყენა, იმიტომ რომ ეს არ იყო რიგითი სიუჟეტი, ეს იყო რაღაც frontline news-ი, 1 საათიანი ფილმი, შინაარსით, რომელიც რამდენადაც მტკივნეულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე მაგალითად ადამიანის უფლებების დარღვევა, ვიდრე მაგალითად დემონსტრანტების დარბევა, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები. ანუ იმიტომ რომ ეს თუ არის მაინც შიდა პოლიტიკური მოხმარების თემა, ის არის საერთაშორისო საკითხი, რომელიც წითელი ხაზია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ამიტომ ამათი, არ ვიცი რა დავარქვა, ფაფხური თუ მცდელობა აშკარად გავს იმას, რომ ვერ ახერხებენ ამაზე რაღაცნაირად თუ აქამდე მათ ილუზიები ჰქონდათ, რომ შესაძლოა მათი ლეგიტიმაციის საკითხი რაღაც ეტაპზე დღის წესრიგში დააბრუნონ დასავლეთ
უნივერსალური მოთამაშეების, იქ შეიცვლება ხელისუფლებები, ცალკეულ პოლიტიკოსებთან შეძლებენ ისინი ურთიერთობების დამყარებას. ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ყველაზე კორუმპირებული ევროპელი ჩინოვნიკიც ვერ გადაუხვევს, რომელიც შეიძლება ივანიშვილმა მოისყიდოს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი უსაფრთხოების საკითხი, რომელიც წითელი ხაზია ყველასთვის. ამიტომ თქვენ კითხვაზე ჩემი პასუხია, რომ რასაკვირველია პოლიტიკური პატიმრები არიან სავაჭრო ბერკეტი ივანიშვილის ხელში სწორედ იმ მომენტისთვის, როდესაც მას გაუჭირდება დასავლეთთან ურთიერთობაში, მაგრამ ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ევროპულმა დედაქალაქებმა საკუთარი პოლიტიკა და პოზიცია შეცვალონ ამ რეჟიმთან მიმართებით ფუნდამენტურად და პოლიტიკურ ჭრილში, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ეფექტური ბერკეტი იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთში ჯერ კიდევ იარსებებდა ილუზია, რომ ივანიშვილი არ თანამშრომლობს რუსეთთან. ხო, ანუ მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება. მხოლოდ ძნელად წარმომიდგენია, რომ ეს რაღაცნაირად ფართო მოჭიდებას პოვებს დასავლეთში. დიდი მადლობა. მადლობა ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი იყო, ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი. ასეთი იყო კომენტარი დღეს. მადლობა ყურადღებისთვის. დარჩით ფორმულაზე. ჩვენ ერთმანეთს 4 შაბათს შევხვდებით. ნახვამდის. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს